აბა ბავშვებო, როგორ ხართ? კარგად თქვენ? კარგად. ჩვენც არა გვიშავთ, გეცნობით, ჩვენ გეცნობით. რა თქმა უნდა. აკაურობა გეცნობათ. საიდან გეცნობით? ნუ თუ საიდან, რა თქმა უნდა შუა ქალაქიდან. არ არსებობს. თაუნა, შენ არჩიე და თათული შენ არჩიე, ანუ თანმიმდევრობა ხო. ვინ ისაუბროს? ჩვენ მოგისმენთ. მოდი დაიწყოს. თქვენ რამდენი წლის ბრძანდებით? 11. 11 წლის. რა მაგარი და შენ უყურებ შუა ქალაქს უყურებ? ხშირად არა. ხშირად არა? ძალიან კარგი. ძალიან რატო? კარგი. რა არა ერთი წუთი რატო ძალიან დამაინტერესა რატო? რა შეასაქმე? ჭკვიანი ბავშვი ყოფილი. ალბათ უფრო საინტერესოდ ატარებ დროს, ხო? მეცადინეო. სიმღერაში. აი ყოველთვის, აი შენ ყოველთვის კეთილანი. ვუყურებდი. ეს კი თამარი. კი გენაცვალე. ეს, ბოდიში. ეს ძირითადად მანდილოსნებს გიყურებთ ეს როგორ? დათოა. ის ის ირაკლია. აჰა, ძალიან კარგი. გასაგებია. კარგად არის, კარგად. შევიცვალეთ ცოტა, გამოვიცვალეთ. კი, ხო? ულამაზესი ხარ. აი მე რა საყვარელი. რა ლამაზად გამოიყურებით. გოგონებო. ბატონო. აი მე ვიტირებ. აი რა საყვარელი ხარ. რა? ბიჭო, რამდენი აი ნამდვილი კაცი, კაცი. 5 წლის არის და გამოიყურებითო თა. გოგონებო. შენ შეყვარებული თუ ყავს? ერთი ცალი. ერთი წალი? შეყარებული ერთი ცალი უნდა აბა, ორი გყავდეს, ცალი მეტი რა არ არის არის? საჭირო. მე გიჟდები ზოგადად შუა ქალაქს და აი ყოველთვის ვუყურებდი და ჩემი საყვარელი პერსონაჟები ხართ ხლონტები. აი რადგან აი ყოველთვის იმდენად მხიარულები, აი ყოველთვის იმდენად იყავით ჩემი აზრით ჩართულები ეს ყველგან ჩანდა რომ აი ჩანდა თქვენი მონდომება და არა მარტო ხლონტების ყველას და აი გიჟდები ჩაბურჯგნო. გიჟდები გოგო რეებს ლაპარაკა. თან ეხლა. მაკიაჟი, თან ულამაზესი ცხვირფირი, თან მადლობა დიდი. ტუში, ხო? წამწამე. ცოტა არა, ცოტა. მე ცემლები მომდის შენ აღარ რამდენი წლის ხარ? შემიძლია. მე ვარ 9 წლის. შენ რა ნიჭი გაქვს განსაკუთრებული? მე ძალიან მინდა გამოვიდე მსახიობი. მე ფილმშიც გადამიღეს ადრე, დავით დვალიშვილთან ვიყავი მთავარ როლში. ფილმს ერქვა ზამთრის საბურავები. და აი ძალიან მომეწონა ფილმის გადაღების პროცესი, აი ბევრ დუბს რომ ვიღებდით. არ გბეზრდებოდა. ხო, აი რო არ გუბეზდებოდა, აი ტექსტი რო გავიწყდებოდა და რო გვახსენებდნენ, გვშიოდა, გვწყუროდა, აი ანუ ეს მსახიობის ცხოვრება უკვე გავლილი. გამოყალიბებული თამუნა ნიკოლაძე ეს ბავშვი, მეც უმკითხავ. ესე იგი შენ მიმყავს სახლში, მშობელი აქ არის. შიოდა შენ. არ გამიბრაზდეთ 1-2 თვით შენ ესე იგი წავიყვავს. შიოდა, გამოყვებით. გწყუროდა, გციოდა და მაგრამ აი ფილმზე მსახიობა. ვიყავით მონდუმებული. ხო და მომისმინე ესენი ახლაც ასე არიან ეს მსახიობები და წამოდი შვილო ექიმი გამოდი. ოთარი ბიძიას დაუჯერეთ, რატო ოთარი შენ არ გშივდება? შეიცვალე შვილო. მე მშივდება, მაგრამ არ მცივა. ახლა მოდი შევეკითხოთ აი ამ ულამაზეს თამარ. გოგონას, ნახე როგორი გოგონა. მე ძალიან მიყვარს თქვენი სერიალი და დიახ. სულ უყურებ მადლობა. ძილაობით. რამდენი წლის? 5. სიმღერასთან როგორ ხარ? სიმღერა არ იყო? სიმღერა ახლოს ვარ. შენც მსახიობობა ხო არ გინდა? ჩემთვის სიმღერა რამე თავისი საკუთარი ხელოვნება არის გზობას მეყვანს კუში რომ აი ვერ შემეძლია ახსნა ისეთი საყვარელი ისეთი სილამაზე არის მუსიკა თავისი ისტორია თავისი განგზილობა რომ აი ამდენი ხანი არსებობს გაიზარდა განვითარდა მუსიკა და მაინც ისეთი საოცრება არის გაიგე შენ? რომ მიყურებ ხოლმე. მუსიკა არის ცოტა გადამემართა. მუსიკის ნიჭი აქვს, აი ბევრი ნაირი მუსიკა არის, ღმერთული მუსიკა, კლასიკური ღმერთული რა, ბიბლიური მუსიკაც და ეგეთები, აბრაამ ჟამიერი, საგალობლები მარტივად. კიდევ რა, კლასიკურები, ბახი არის კლასიკურები. ღმერთულია ბახი? ჩემი აზრით ღმერთულია. ჩემი აზრით ღმერთულია. ღმერთულია, კი. კაი, არის თუ ტან ღმერთული თუ არის. ვაიმე, რა კარგი ბავშვები არიან, დარგიზდი გადავიღიე. თქვენ რას გვეტყვით? აბა შენთან მოვედით. დავიწყოთ იმით რამდენი წლის ხარ? 8. 8? რა გინდა რომ გამოხვიდე? თქვენაირად სახეობ. შესახიობა გინდა? იცით რა მაინტერესებს? მსახიობობა რა გინდათ? მშობლები რას გეუბნებიან? კიო? გამოდითო? ჯერჯერობით ეუბნებიან. ანუ ხარს გიჭერენ. ეს ძალიან კარგი რამეა. ექიმობა არავის არ გინდა თუ გაახაროთ ეს ადამიანი, ა?
ექიმობაც გინდა? არა, ირაკლი ხომ თვითონ ექიმია. დიახ. სინამდვილეში ექიმია. მიმართეთ, აბა თუ რამე კითხვა გაქვთ ირაკლის. გაქვს რამე კითხვა? დიახ. დიახ, კითხე. თქვენ რატომ გიყვართ განსხვავებული დალევა? აჰა. ან რატომ გიყვართ ძმა? ზუსტად. განსხვავებული დალევა. ექიმს თუ კითხავ, ეს უნდა კითხო. განსხვავებული ჭიქით ხო სასმის. რამდენი წლის ადამიანი გეკითხება ამას? ხო, ეხა ამაზე ეხა ეთერში ნუ ვილაპარაკებთ. განსხვავებულს თავისი ისტორია აქვს. და დანიშნულება მათთვის. დანიშნულება და თავის დატვირთვა. აი გოგა ბაბუასაც ძალიან მიყვარს განსხვავებული დალევა. მარტო მე არა ვარ ესეთი. მაგრამ იმას თავისი დრო აქვს და თავისი ადგილი აქვს, ხო? მაგრამ მოთარის განსხვავებული უფრო ჩანს ვიდრე ჩემია, ეს ამაში გეთანხმებით კი.